მოგესალმებით ფლორენციიდან აუდიენციის სახელით. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ცოცხალი წიგნი ქართველი ქალბატონი, რომელიც გახლავთ ემიგრაციაში დიდი ხანია და წარმოგვიდგენს მის პოეტურ კრებულს და გაგვაცნობს საკუთარ თავს. გამარჯობა ქალბატონო მანანა, როგორ გნოთ თავს? პირველ რიგში. გამარჯობათ, მოგესალმებით, მივესალმები სრულიად საქართველოს ემიგრანტებს. ყველას მივესალმებით, გახლავართ ემიგრანტი 2006 წლიდან. მე დავბრუნდი, მაგრამ ისევე ჩამოვედი და ისევე აგრძელებ ასე. წერა ძალიან დიდი ხნის წინ დავიწყე ბავშვობაში, რასაც ქვია. არც თარიღიც არც მახსოვს რა დროიდან წერდა. მღეროდი ყოველთვის და ჩემი პედაგოგების ძალიან დიდი დამსახურება ქიონიან ემსვერიძის, რა თქმა უნდა, მაგრამ გენეტიკურად მამა წერდა ლექსებს და ძალიან ნიჭიერი მზადდებოდა და მე ვმადლობ იმას, რომ მე ქართველი ქალი მქვია და ვარ ჩემი ღირსეული მშობლების, ჩემის აზრით ღირსეული შვილი. სასიამოვნოა, აქვე მინდა ჩაგერთოთ, ვიდრე განვავრცობთ საუბარს, რომელიმე ლექსით გახსნათ. ლექსით დავთქვა? დიახ. კარგით, რა კიღა დღეს გაზაფხულია, მარტია და მარტი ჩემთვის ძალიან ბევრ რაღაცაზე მეტყველებს და ბავშვობასთან ასოცირდება. მე წავიკითხავ, აი დღესაც რომ მოდიოდი აქ მაშინაც დავწერე, მაგრამ აი აქ წიგნში შესულია, იმ ლექსს წავიკითხავ. ფერად ყვავილებში მიყვარს ია. მათ ეკუთვნის ჩემი გული, ჩემი ღიმილია. გაზაფხულის מחარობლად თავი აუღია, მიჯნურთათვის გულისკარი ფართოდ გაუღია. გაზაფხულზე როცა ტყეში აყვავდება ია, ყველა ბუჩქთან ძველებურად გვიცდის გვიღილია, აწაწინამებს თვალება მინდვრის ყვავილია. გაზაფხულის ბილიკები მისკენ რომილია. დედისათვის დამიკრიფავს და სხვას წაუღია და ეს გულის მდუღარება გულს არ დაეტია. ან რად გიძღვი ამ სტრიქონებს ასე ტკივილიას. დედა ისევ შემეგებე უშენობა მტკივა. ამბობენ რომ დედის ცრემლზე იშვა ია. მას ბავშვობის სევლიანი მოგონება გვია. შესანიშნავია, უღრმესი მადლობა, ძალიან ლამაზია, რომანტიკული და სათუთი, რაც მთავარია. დიდი მადლობა. თქვენი უშუალოდ ამ პოეტური კრებულის შესახებ რა შეგიძლიათ გითხრათ და ვიდრე ჩაწერას დავიწყებით, ინტერვიუს ჩაწერას, მაშინაც გითხრათ, რატომ ქრიზანთემები, ხო? გოგონა თეთრი ქრიზანთემები. აი ეს პატარა ისტორიაც, რომ ჩვენს მაყურებელს გააცნოთ. ძალიან კარგი სიამოვნები. მე ეს წიგნი ძალიან დიდი ხნის ადრე, მაშინ არც ვიცოდი. საერთოდ გამოვიდოდა თუ არ გამოვიდოდა. და ბავშვობასთან არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა. მე არ მეგულება ვინმეს დედისთვის ლექსი ერთხელ მაინც არ დაეწერა და დედას უყვარდა თვითონ ქრიზანთემები და მე ძალიან ჩემი საყვარელი ყვავილია. და არ შემიძლია არ გავიხსენო ერთი მომენტი, აქ ცოტა სხვანაირად მაქვს მითითებული, მაშინაც ვერ გავბედე. ახლა ვამბობ ამას პირველად. მაშინ ძალიან დიდი ხნის წინ, მაშინ ახალგაზრდა ძალიან თინეიჯერი ვიყავი. დაახლოებით მე-7 კლასელი. და 1 ნოემბრის ჩვეულებრივი დილა იყო მზიანი. მოვიდა ჩემზე ბევრად დიდი ვაჟი, რომელსაც მოვწონდი, მაგრამ მე ვერ ვამხილდი იმას და მე არ ჩემზე ის დიდი იყო. ჩემ დებთან მეგობრობდა და მომიტანა მომართვა დიდი უზარმაზარი თაიგულები ქრიზანთემების და ყველანი სახში ვიყავით, ჩემი უფროსი დებიც, დედაც, მამაც და ვერ გავამხილე. და ეს ყვავილები მიუტანე ჩემს უფროსს დაიკოს და მივართვი. აი ეს თქვენ მოგიტანეს ეს ყვავილები თქო და ასე იცი არ ვიცი ახსოვთ თუ არა იმათ ახლა ეს ისტორია, მაგრამ ჩემს გულში ჩარჩა. და იმიტომ რომ ძალიან ბევრს ვახსოვდი ჩემს მეგობრებს, იმდენად მიყვარდა ეს ყვავილები, ძალიან ხშირად მეჭირა ხოლმე ხელში ეს ყვავილები და ბევრს ვახსოვა რამ ქრიზანთემებით ხელში და დედიკოს ბაღში სულ გადაფურჩქნული იყო უამრავ ყვავილებს შორის ეს
ქრიზანთემები. და მე აი ზუსტად მაშინ როცა ეს არც ვიცოდი გაუთვიცნობიერებლად შევპირდი დედას რომ მე რომ დიდი გავიზრდები აუცილებლად ლექსების კრებულს გამოვცემ და სახელწოდება ექნება გოგონა თეთრი ქრიზანთემები და ეს აი ამიტომ აქვს ეს სახელწოდება და რა ვიცი მე მგონი არ არის ცუდი მე მიყვარს ფაქტობრივად თქვენი სამიჯნურო ყვავილი არის ასეთი სიმბოლური ძალიან ლამაზი მინდა აღნიშნო დიდი მადლობა ეს წიგნი დედას მიუძღვენი დედის ხსოვნას ეძღვნება და დედას ძალიან დიდი ადგილი უჭირავს შვილის რა თქმა უნდა გულში და არსებობაში მე არ მეგულება მართლაც რომ დედა თუ არ უყვარს მე ვერ ვიტყვი რომ მას ვინმე უყვარს რა თქმა უნდა უფრო კონკრეტულად სად გამოიცა კერძოდეს კრებული და 2 სიტყვით და ამ კრებულიდან თქვენთვის სანუკვარი საყვარელი სათაყვანებელი ლექსიც რომ ისევ წაგვიკითხოთ ექსპრომტად მადლობა ეს ლექსი უჩემოდ დაიბეჭდა საქართველოში იმიტომ რომ მე მაშინ არ შემეძლო წასვლა და მე ვერ წავედი და ჩემს უახლოეს ახლობელს ვთხოვე ის კურირებდა უყურე ჩემი დიზაინი ჩემი იყო ეს გარეთაყ და ჩემი ფოტოსურათია ეს რომ ახალგაზრდობის დროინდელი სურათი რატომღაც ასე გადავწყვიტე და ამერიკელ გოგონას გავხართ ეს ფოტო როცა გადავიღე მაშინ არ მომეწონა და ყველა დავხიე იმიტომ რომ იმდენად არ აღბეჭდავდა ჩემს სინამდვილეს არასდროს მიყვარს ჩემს თავზე არ მიყვარს საუბარი რომ სილამაზე და რაღაცა ასეთი მაგრამ ამაზე არ ბრძანდებით ნარცისი ხო მაგრამ ამაზე გაცილებით უკეთესი ვიყავი მაშინ და არ მომეწონა მაგრამ მე წლები გავიდა და აი იქ სადაც ეს ფოტო ქუთაისში გადაღებული ეს მე და ჩემი ახლობლები ვიყავი და თვითონ ფოტოგრაფმა გადავიღო ეს სურათი და იმას ქონია გამოფენილი ძალიან დიდი ხნის მერე რომ ჩავიარე უკვე ცოტა დიდი ხნის ვიყავი უფრო და მაშინ მომეწონა ეხლა კი მომწონს ეს სურათი, იმიტომ რომ ახლა ის აღარავა რაცაა. უფრო მსახიობს გავხართ ვიდრე პოეტს. მე ჩემი ხედვით. აქ მაქვს ლექსი, მსახიობობა მინდოდა დედა და მამა ვიხმე, აი ეს აქ მაქვს. ეს ლექსები ყველაფერი არის შესული. თუ იქნება დრო წავიკითხავ. რა თქმა უნდა, ერთი რომელიმე თქვენთვის ხო, მაშინ ახლა კიდე სხვა რა თქვა, ვარ მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე. შრომის მოყვარეობა თავიდან მშობლებმა ჩაგვინებდეს და დედიკო დედა ჩემი იყო ძალიან გულთბილი, ძალიან შრომის მოყვარე, სტუმართ მოყვარე და ჩვენს სახლში ძალიან დიდხანს მიდიოდა ყოველთვის საუბარი პოეზიაზეც, სიმღერაზეც დედა იყო, აი თუ შეიძლება ამის თქმა, ლოტბარი. სიმღერები იცოდა, არ ვიცი და მე წუხვა რომ ვერანაირი ვერ შემოვინახეთ მისი, მაგრამ ბევრი რაღაცები მაქვს და მინდა აღვადგინო. მაქვს თუ შეიძლება ვთქვა. რა თქმა უნდა. მაქვს საკუთარ სიმღერებზე, საკუთარ ლექსებზე შექმნილი სიმღერები და სხვის სიმღერებზე, სხვის ლექსებზე შექმნილი სიმღერები. ჩემი ემიგრაციაში ჩამოსვლის უპირველესი მიზანი იყო თავი და ჩემი სიმღერის რომელიმე სიმღერის კლიპი ან რაღაცის გამეკეთებია მისი, მაგრამ ეს ჯერჯერობით ვერ შეძლია და ვერ მოახერხა. ფინანსებთან არის და კავშირებდა თქვენ მითხარით საუბარში, ვიდრე დავიწყებდით ოფიციალურ ჩაწერას, რომ კეთილ სპონსორსაც ეძებთ. მეორე წიგნისთვის. მეორე წიგნის. და ვინც ახლა გვიყურებს, შეუძლია რომ თამამად გამოიჩინოს სიამოვნებით მივიღეთ სიმპათია, ცნობის მოყვარეობას და კეთილი საქმეც გააკეთოს. უნებას დამთავრდა. რა თქმა უნდა, ეს თქვენი აუდიენცია არის და ფაქტობრივად თქვენ უნდა წაიყვანოთ, მე ვიღებ. ხო, ძალიან კარგი, ძალიან დიდი მადლობელი დავრჩებით, უკვე ამას ვინმე გააკეთებს, ვინმე დამეხმარება, ის დახმარებათ იმასაც შავთვლი, თუ ვინმე მეტყვის, აი ეს ჩემი საზრით ეს წიგნი სადაც დაიბეჭდა, არაპროფესიონალები იყვნენ, რაღაცები არის. მოყვარულები, მოდი ასე ვთქვათ, უკეთესია. და მე ვეძებ სასურველს, აი, პროფესიონალ გამომცემელს, რომელიც დამიბეჭდავს და თავის ხელს დაათხოვს ალბათ რაღაცას. ახლა მე იმიგრანტი ვარ, შეიძლება სასვენი ნიშნები სადღაც დამაკრდეს რაღაცა, მაგრამ მე მგონი ამასაც დრო გამომცემელი სჭირდება ამავდროულად. ამას ხო. აი არ ვიცი ახლა რომელი ლექსი შემიძლია წავიკითხო. მოდი
ეს კრებული რო გავაცნოთ, რამდენად ხელმისაწვდომია მკითხველისთვის, ქართველი საზოგადოებისთვის, მოდი ასე ვთქვათ. ხო, აი ეს მაინტერესებს. რატომაც ვერ ვიმეტებ. მე 2 წლის უკან მქონდა ფლორენციაში ეკლესიის ჩვენი ეკლესიის ემიგრანტების ეკლესია გვაქვს აქვს აქ ჩავატარეთ იყო ჩემი პოეზიის საღამო და ძალიან ბევრი ხალხი დაესწრო და ძალიან კმაყოფილებით წავიდნენ და მეც თვითონ კმაყოფილი დავრჩი სადებიუტო საღამო შედგა ასე თქვა ჩემოქმედებით სადებიუტო საღამო შედგა ქალაქ ფლორენციაში თან არსებულ მრევლთან ხო რაღაც ესე რომ არ დავამახინჯოთ რეალობა სხვაებიც მოწვეულებით იყვნენ იმღერეს ტერცა მიმღერა ნანილაც იყო ლალიბურდული სასიამოვნოა თავის მეუღლესთან ბუჩოსთან ელიტა ასე თქვა ელიტა აი რომიდანაც ყავდნენ მოწვეული ხათუნ და კორძაია მე მიყვარს ეს გოგონა ძალიან კარგად მღერის და ერთი სიტყვით ძალიან თბილმა საღამომ ჩაიარა რითაც მთელი ცხოვრება გამყვება ეს დიდი სიყვარული ნაცვლობა შედგა ფრენიერი ხოთ თქვენი შემდეგი ლექსით ხო ლექსით წავიკითხო თუ ზეპირად წაიკითხეთ როგორც ამ წიგნში რაც ლექსია რა თქმა უნდა ზეპირად ვიცი ყველა და ახალი გალაქტიანი ამბობდა მე ლექსებს წერ მაგრამ არც ერთი არ მახსოვს მე მგონი ესე მახსოვს ასე რომ არ არის პრობლემა ხო მაგრამ რატომღაც ვიძაბები ხოლმე ის დროს და მირჩევნია წავიკითხო კი ბატონო ხო მაგრამ მივიძებია წინასწარ რომელი სპონტანურად ერთი რომელიმე წავიკითხავ ისე აი სამშობლოს თემას შევეხები მაშინ პატრიოტულ მოტივზე გთხოვთ მოიცადეთ რომელია ახლა რომ არ მახსენდება მაშინ ამას წავიკითხავ ემიგრანტებს კი ბატონო მიძღვნილი ლექსი ემიგრანტებისთვის საქალბატონე და ქალბატონ ემიგრანტებს ემიგრანტებო ჩემოგმირო ქალბატონებო ქართულ მანდილით ცხის ომებში გამოვლინებო ულამაზესო საქალბატონე ყმაწვილი ქალებო არა მომლელად ხელის გულზე საკარებლებო საქართველოს ემიგრანტებს გაუმართოთ საქართველოს სამაყო შვილებს ემიგრანტებს დაულოცოთ ნათელი დღე ვით სამშობლოს მონატრებას ითმენს საქართველოს ქეთევანებს გაუმარჯოს ჩვენ კურთხეულ მიწას მამვლისთვის ვინც შვილები გამოზარდა არ შეუდრკა კვლავ სამშობლოს იცავს შენს აწმყოს და შენს მომავალს კვლავ დავიცავთ და ამ სიტყვას ღვთა შესხმულ ვიცავთ ვინც კი ცადა შენი გული გაეხლი ჩამტერი იყო და ვერადად იქცა მივეგებოთ საქართველოს მარიამებს დიდება მათ ვინც წყულს დაგვიამებს ბრალი მათი ვინც სამშობლო გაგვიყიდა არ შერჩებათ და ატყდებათ რისვად ქართლის დედებს დაგილოცავთ ქართველებო ქართულ სულს და ქართულ ზეცის რიჟარს ქართველ დედებს თვალზე ცრემი რომ გადმოსდობთ რა დასწუხართ იქნებ გაძლევთ ნიშანს დიდება თქვენ საქართველოს თამარებო ზნითა საქმით ერთმანეთს ელამაზებო სამშობლოსთვის თქვენი გული მარადს გერდეს იძლიერეთ რომ კვლავზარად ვეკლეს ვინც მონობას გაუსწორა მზერამ კაცრი თვით სიკვდილსაც გამოსტაცა წამი სიმართლისთვის სამშობლოს ის დაიწვა და ფერფლიდანაც აღმოცენდა მაინც შენ გვიყვარხარ საქართველო ერთადერთო რა ვიღონოთ ან კი რა გითხრათ გაყიდული საქართველო ემიგრანტად იქნება ახლა მამლუკებად იქცა ქალი დედა ამაყია თავდაბალიც ნაზიც თუ დასჭირდა გადიქცევ არის სხვა სამშობლოსთვის მამლისთვის თავს გასწირავს ქალი ეს ხომ ლეგენდა თვითაც ქართლის დედა ღვთისმშობელი როგორ არ გვიყვარდეს ჩვენთვის დედებს ძეგლი უდგას ჩვენში დედებს ძეგლი უდგას შთაგონების კერპი ყველა ქალი ყველა დედა ავიტაცოთ ხელში დავავიწყოთ ნაღველი და ამოუდგეთ გვერდში დედებს მეტი მოფერება გაფრთხილება უნდა დედა უნდა ასახელა უნდა გააღმერო
დედა ენა, გუთნის დედა, დედა საქართველო. ყველას დედებს დაგილოცავთ ჩემო საქართველო. ყველა წულს და ნაიარებს მოიშუშებ ერო. იღორძინე შეგიძლია ჩემო საქართველო. ყველას მინდა მოგეფეროთ, ყველა გაგამხნევოთ. ყველა შვილი დაბრუნდება გწამდეს საქართველო. ნიკოფსიით, დარუბანდით, აყვავდება მდელო. ორ ზღვა შუა გადაშლილო საომარო ლელო. ნუ გაყიდით საქართველოს, დაგვახვედით ერო. წინაპართა სისხლით მორჭულ, ოფლით ნაპობ დევოს. ზე ფანტასტიკურია, აპლოდისმენტი. უდიდესი მადლობა, რომ დიდი მადლობა ჩვენს ობიექტივში გააჟღერეთ ასეთი მუხრან-მაჭავარიანის მუხტი. პირდაპირ გაგებით. უღრმესი მადლობა. თქვენს მეორე საკრებულო ვარიანტზე რო გადავიდეთ, ანუ რომელიც არის დაბეჭდილი გინდათ, ესე 2-20 სიტყვით რო თქვათ. ეს საკმარისი იყო ეს არის. მაქვს ერთი წელიწადზე მეტია მუშაობდი აი ამ მეორე ახალ კრებულზე, რომელსაც სათაურიც მოფიქრებული მაქვს. დიახ. ყველაფერი გახაზირებულია. მივეცი ჩემ თავს უფლება, მე თვითონ დაბა გურული ბრძანდებით, გახარიზე. გურული ბრძანდებით? არა, გენაცვალე რაჭველი ვარ. გახაზირებული. რაჭველი ვარ. ზოგჯერ ხდება ასოციაციები. დიახ, დიახ. და აი მიმუშავე ამაზე მთელი სული და გულით ჩავდე მთელი გული და სული. ვინც კი ნახა ამბობენ რომ უკეთესი, ბევრად უკეთესი, მაგრამ ჩემთვის ყველა გაზრდილია, მოდი ეს უკეთესი არ ვინეს პარალელები. არც ერთი სიტყვა არავისგან არ მაქვს ნასესხები. მე გავიზარდე გალაქტიკოზე, ანაზე, ვაჟაზე. ძალიან როგორ შეიძლება არ მიყვარდეს ლექსი, როცა მე თვითონ აი ამ წერლებს და ეს გენეტიკურად დამყვა. ქართულ პოეზიის 5 წუთზე ასე ვთქვა. ზუსტად აი ესია, არ ვიცი, ბავშვობაში ძალიან ბევრს ვკითხულობდით და თავისთავად წამოვიდა ეს სიტყვები. ახლა გადავალე აი სიტყვებიც სათაურიც მოფიქრებულია, ერთი ამდენი უკვე გაგზავნები მაქვს ქუთაისში. მე მგონი ეს ბევრად უფრო დიდი ტანის გამოვა. მე თვითონ დავარ რედაქტირე. ძალიან დათვლილია ყოველფერი და ყველაფერია. ხო, მაგრამ ფინანსების გამო ვერ ვეჭდავ. კეთილი სპონსორის ძიებაში ხართ. ხო, ამის გამოა, რომ ვერ დავბეჭდი ამდენი. და ვისაც სურვილი აქვს საქმე ჩავერთები, თამამად შეუძლია რომ დაეხმაროთ ქალბატონ მანანას, მანანიკოს. აი, მე მინდა ახლა აქედანაც ერთი ლექსი წავეკითხო. კი ბატონო. გულით და სულით ამოვამღერო. საწამიდა ძალიან სექსი არ მომი შვიდად არ არის პრობლემა. თავისუფალ ერაში ვცხოვრობთ. აქ არავინ გაგაკრიტიკებს, ვისაც არ სურს არ უყურებს. ვისაც მოეწონება ჩართავს და მესამე ჯერ უყურებს. ხო, ამ ლექსს წავიკითხავ მე ახლა. მაქვს იმას აქვს კარგახანია გავწდი, ლექსები სიყვარულს აღარ ეძღვნება, მაგრამ შეგადაშიგ რაღაც არის ისეთები, რაც ეს სხვის ისტორიებზეც არის, ზოგი ჩემი განცდილი, ზოგი ისე როგორ შეიძლება რომ არ დავწერო. მაგრამ ეხლა რატომღაც მაინც არჩევანს ვაკეთებ, შემომაღამდა. ისე მდგომარეობიდან გამომდინარე ემიგრანტს ეხება ესე. სხვის სამშობლოში, უცხო მიწაზე შემომაღამდა. სხვისი სამშობლო სამოთხედ რომ შემომაბარდა, ბედმა დამცინა, უსასრულო გზებით მატარა, და რა ხანია ამ გზით დავალ მიჭირს ატანა. სხვაგან ვერ ყოფე ჩემი სულის თავში საფარი, ძნელი ყოფილა რომ შეითვისო სხვისი საფარი, სხვა საქართველო, სხვა სამშობლო არ სად არ არის, აქ არ ვინიცის, ვისი შვილი ხარ, ისი სად არის, რამძიმე არის უსამშობლოდ ყველა საღამო, ცრემლით აწვიმო უცხო მიწას, ცრემლით დანამო, ვერვინ მიწავლა, ვერვინ იქცა სულის მკურნალად, მე ქართველი ვარ ჩამოსული უცხო სტუმარად. სხვის მიწაწყალზე გიყურებენ გევხარ ფარავნს, სხვისი ფიქრების მოზიარი ხარ უხდებ მარავნს, არვინ არ იცის რა სევდა გავს არც რა დაგწამო, და რომ შეგაშველა ის მალამ, შემომაღამდა, უცხო მიწაზე შემომაღამდა. სხვისი სამშობლო ბაღნარად შემომაბარდა. ჩემი სამშობლო თავის შვილებს რომ არ კარგავდა, ახლა რა ღმერთი გაგწყრომია, ის დრო ჩაბარდა.
ისევ დაწერე, არ დამიშრე ჩემო კალამო, იქნება ვინმეს მოექონოს გულის მალამოთ, ჩემი წუხილი, ვის ვაუწყო, ან ვის გავანდო, ქართულ მიწაზე რა ხელი გავს, რუსო, არაბო, ქართულ მიწა, ჩემი სული წმინდა ბაღნარო, როგორ მინდა შენს წიაღში გავიბაღნარო, გმირწინაპრების, ქართულ გენის ძვალთ შესალაგო, ნუ გათათრდებით, ნუ გარუსდებით, ხოლო დავაწყო. დაგვრჩა 5 წუთი და ამ მშვიდობებისთვის ბოლო სიტყვა, ეპილოგი ასე ვთქვათ. და კეთილსურვილებით უღრმესი მადლობა რომ მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს აუდიენციაში. მეც ასევე ძალიან უღრმეს მადლობას ვუხდი ჩვენს უნიჭიერეს ეკა რამიშვილს, ეკატერინელ რამიშვილს, თვითონ პოეტს, თვითონ ჟურნალისტს, თვითონ უცხო ენების საუკეთესო მცოდნეს, საქართველოს საუკეთესო შვილს, საამაყო შვილს. მე მოხარებული ვარ თქვენი გაცნობით, პირადად მე გიხდი მადლობა სამ ყველაფრისთვის. აი დანარჩენი დრას ეტყოდით მაყურებელს. მაყურებელს როგორც პოეტი, მესიჯი ერთგვარი. მაყურებელს იმას ვეტყოდი რომ მე უფრო მიმართავდი ჩემს ქვეყანას, რომ ჩვენ ასე დედები ძალიან ისეთ ასაკში ვართ უკვე ჩვენ საქართველოში გვინდა რომ მეყოთ. ჩვენს ოჯახში გვინდა ეს ვერავინ ვერ გაიგებს მას რა ტკივილია ემიგრაციაში, როცა შვილებს დედა ტოვებს და შვილი დედის გარეშე იზრდება და დედა შვილის გარეშე ზინავს და იღვიძებს და ამხელა ნოსტალგია გულის შხამია. ხო რა თქმა უნდა და თანაც ამხელა ტვირთი გაწევს მხრებზე ემიგრანტობა უდიდესი ტვირთია, უმძიმესი ტვირთია, რომელიც არ ვიცი არ იკურნება და ვერც გავიკურნავდა. აი ასე იწერება ეს ლექსები, აი ასე მე საქართველოშიც რა თქმა უნდა წერდი და მე ვმადლობ ჩემს პოეტებს. აგრძელებთ ამ გზას. უღრმესი მადლობა პოზიტიურ ნოტაზე დავიმშვიდობოთ კეთილსურვილებით მომავალ მეორე კრებულამდე. კოცნით საუკეთესო სურვილს. ნახვამდის.